ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი შუადღემშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო თქვენ უსმენთ იმედის კლინიკას სამედიცინო რადიო გამოშვებას რომელსაც სერგო კობალავა უძღვები დღეს შაბათი დღეა 24 ოქტომბერი და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიმუშავებთ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში და გავაშუქებთ ძალიან საინტერესო საკითხს თემას რომელზეც არასოდეს გვისაუბრია ჩვენ მე არც მომისმენია სხვა რადიო არხებზე ან ტელევიზიის საშუალებით ანალოგიურ საკითხზე წამოჭრილი საუბარი შესაძლებელია უბრალოდ არ ყოფილა რამის მომსწრე, ამიტომ გადაწყვიტე ეს თემა გამეჟღერებინა მით უმეტეს რომ საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ძალიან ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურობაში ამ თემას და თუ ის დროულად არ იქნება მიხედილი ეს პრობლემა ბავშვთა ასაკში ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს ადამიანის როგორც ინდივიდის ჩამოყალიბების თავისებურებაში. ეს მოკლე შესავალი იმედია დაგაინტრიგეთ თუ რა საკითხზე იქნება აგებული დღევანდელი გამოშვება. რამდენიმე წუთში მივესალმები დღევანდელ სტუმარს და გეტყვით თუ რაზე ვისაუბრებთ დღეს. შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 92 11 99 ამ ნომრების საშუალებით შეგიძლია დარეკო სტუდიაში და კითხვა თემიდან გამომდინარე ჩვენ სტუმარს დაუსვათ. და კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ Facebook-ის საშუალებით მისამართზე რადიო იმედის კლინიკა და ის კითხვები რომლებიც აქამდე თემის ანონსიდან გამომდინარე იყო გამოშვებული Facebook-ის გვერდზე აუცილებლად დასმული იქნება გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ რამდენიმე წუთში მივესალმებით სტუმარსაც. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას იმედის კლინიკა ღია ყოველდღე მაშინ მეგობრებო დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ავერსის კლინიკის ბავშვთა ფსიქიატრი ქალბატონი თეა მამფორია. თემა კი იქნება შემდეგი: აგრესიულობა და სისასტიკე ცხოველთა და ფრინველთა მიმართ ბავშვთა ასაკში. რა შესაძლო მიზეზები უდევს ამ ყოველივეს და რა შეიძლება ფსიქიატრიული ან ფსიქოლოგიური პათოლოგია იმალებოდეს აი ამ ყოველივეს მიღმა და რას შეიძლება შეუწყოს ხელი რა პრობლემის გამოვლენას ბავშვის ასაკის მატების პარალელურად თუ რა თქმა უნდა დროულად არ იქნა ეს სათანადო ღონისძიებები ჩატარებული. მე მადლობას გადავხდი ქალბატონ თეას მოგზაურობისთვის და მივესალმები. გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონ თეა, მოდი თავდაპირველად განვმარტოთ რა არის ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ დონეზე აი ამ ორი ტერმინის განმარტება. რა არის სისასტიკე და რა არის აგრესიულობა. ჩვენ გაცემის დასაწყისამდე ვსაუბრობთ რომ არის თიცნება თავდაცვის თვალსაზრისით აგრესიულობა. როდესაც გარკვეულ ნორმებში ის ფიზიოლოგიურად ითვლება და ნებისმიერ ადამიანში ის უნდა არსებობდეს, ხო? რადგან ეს არის სოციალური ინდივიდი და თვითდაცვის უნარი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. მაგრამ გარკვეული ჩარჩოების შემდგომ ის გადადის სისასტიკეში, ის გადადის აგრესიულობაში. აი სად გადის ეს ზღვარი და ეს ჩარჩო? კი ბატონო, აგრესია არის ემოციური აშლილობა პრინციპში, რომელსაც აქვს დამაზიანებელი ეფექტი და იგი ყოველთვის არის დამანგრეველი ხასიათის. ანუ აგრესიის შემთხვევაში ყოველთვის არის დაზარალებული. ეს დაზარალებული შეიძლება იყოს ადამიანი თვითონ, ან მეორე ადამიანი, შეიძლება იყოს ცხოველი და შეიძლება იყოს რაიმე მატერიალური ქონება, ან ესეთი ღირებულება, დიახ. ესე იგი, ერთი მინდა ხაზი გაუსვა, რომ განსხვავება დაზარალებული ადამიანი იქნება თუ ცხოველი აგრესიისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, როგორც ადამიანია ღირებული, დაზარალებულის აღქმისთვის, ისე ცხოველი როგორც ასეთი. ადამიანი ზოგადად აი ამ აგრესიის შედეგად ხო არის სოციალური არსება არის და ახასიათებს ეს აგრესია. ეს დამტკიცებულია როგორც არქეოლოგიური, ისე სოციალური, ისე ისტორიული, ისე ანთროპოლოგიური გამოკვლევებით და ეს ყველა გამოკვლევა ასევე ამბობს იმას, რომ არსებობს განსხვავება კაცსა და ქალს აგრესიულობას შორის და სქესობრივი ჰორმონები ტესტოსტერონი განსაზღვრავს მამაკაცებში მომატებულ აგრესიულობას, ქალებში შედარებით ნაკლებად. თუმცა აქ ერთი შენიშვნა უნდა ითქვას ალბათ, რომ ქალები არც თუ ისე ნაკლებად აგრესიულები შეიძლება რომ ჩანდნენ, როგორც ეს პირველი შეხედვით აღიქმება, იმიტომ რომ თუ ქალები როგორც წესი ხშირად არიან აგრესიის მსხვერპლი მამრების მიერ, როგორც ძლიერი ფიზიკური ობიექტების მხრიდან, სამაგიეროდ თვითონ იჩენენ აგრესიას უფრო სუსტის ბავშვების მისამართით.
კრისას გაბრაზებული ქალი ესეთი ასებობს ესეთი აზრი. ხალხმა ცხაუღელი ხალი ვერ გააჩერებსო, ეგეც ნათქვამია ქართულ სინამდვილეში. ბავშვებს შორის თანამედროვეობაში დამეთანხმებით მithumetes თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ ამ პრობლემასთან, ძალიან ხშირია აგრესიულობა. წამოვიდა ყველაფერზე ჩხუბი ბავშვების მხრიდან ურთიერთობა მშობლებთან, პრობლემები იბადება, როგორც მშობლებთან, ასევე თანატოლებთან და ძალიან ხშირად პირადად მე ვიყავი მომსწრე, ჩემს პირდაპირ სკოლაა და ამიტომ ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე სხვადასხვა ასაკის ბავშვებს. ძირითადად ფრინველების და ცხოველების მიმართ რაღაც გარკვეული აგრესიულობა ბავშვთა შორის. რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს პრობლემა თანამედროვე ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში და რამ გამოიწვია ბავშვებში აგრესიულობის ესეთი მომატება? იცით როგორ არის საქმე? ანუ ეს აგრესიულობა, რომელსაც თქვენ ახლა აღნიშნავთ, გახშირებულს ბავშვებში, რომელსაც ისინი ავლენენ ცხოველების და ფრინველების მისამართით, ეს არის ზოგადი ტენდენცია და არის ძირითადი პრობლემის არეკლა. ანუ როცა ჩვენ ვხედავთ ბავშვს მოძალადეს, მისი სუსტის მიმართ დაიჩენს და ხდება ჩაგვრელი. მაშინ ჩვენს უნდა ვღვქვათ სოციალურ კონტექსტში. ზოგადად ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემოება ამ ქვეყანაში არ არის დაალაგებული, ისე როგორც ეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში არის და ეს მატებს აგრესიის რისკს საზოგადოებაში ზოგადად. მთლიანად საზოგადოება არის აგრესიული. იმიტომ რომ პრობლემები აქვთ უფროსებს, გინდა ეკონომიკური კუთხით და სხვა ფაქტის გათვალისწინებით. ამიტომ ეს აგრესიულობა, რომელიც მომატებული არის დიდებში, შესაბამისად აირეკლება მოზარდებში, ბავშვებში და ნევროზული ფონი, რომელიც არის მსგავს პოლიტიკურ სიტუაციებში გაზრდილი ჩვენს ქვეყანაში, გამოხატულებას პოულობს ზუსტად აი ამ ბავშვების სახით. და საერთოდ ეს აგრესიულობა ბავშვებში არ არის ცალკე პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ აგრესიულობა ბავშვებში და მეტი არაფერი. იმიტომ რომ იმის უკან როგორც წესი არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ამ აგრესიულობას ბავშვებში და ეს არის ბოლო რგოლი, რომელსაც ჩვენ ვამჩნევთ, მაგრამ ვერ ვხედავთ სინამდვილეში იმის უკან რა შეიძლება რომ იმალებოდეს. გამოდით რა მინდა კითხოთ, აი აპელირება ძირითადად იმ საკითხზე, რომ ბავშვებში აგრესიულობა სულ ერთია ვის მიმართ იქნება ის მიმართული, მხოლოდ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე და ამ კეთილდღეობის არარსებობაზე. მაშინ როგორ ხსნის იმ ფაქტს, როდესაც ძალიან კარგად განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ძალიან კარგად სოციალურ დონეზე, კარგ სოციალურ დონეზე მყოფ ოჯახებში იზრდებიან ბავშვები, ვინც არიან აგრესიულები და ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრაქტიკულად არ გავათვე სკოლებში ბავშვმა იარაღი არ მიიტანოს და იქ სავალალო შედეგებამდე არ მივიდეს ეს ყოველი. ზუსტად ამას წინათ ქონდა ამაზე საუბარი ჩემს ამერიკელ მეგობართან, რომელთანაც მიწევს ახლა მჭიდრო კონტაქტი და ამ თემას შევეხეთ. იქ ძალიან მწვავედ დგას ეგ საკითხი, გასათვალისწინებელი არის სხვადასხვა მომენტი. ზოგადად, როცა ჩვენ გვინდა რაღაცა პრობლემაზე პასუხი მოვძებნოთ, არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი. ეს არის ყოველთვის რაღაცა მულტიფაქტორული პრობლემა და თუ დავუშვათ ამერიკის მაგალითს მოვიყვანთ, იქ არის კანონმდებლობა, რომელიც ნებას რთავს საზოგადოებას, რომ ჰქონდეს იარაღი და ეს ნებადართულობა ატაროს იარაღი. არის იმის წინაპირობა, რომ აგრესიულობა იყოს ესეთი გავრცელებული. ერთი მომენტია ეს კანონმდებლობა. მეორე მომენტი, რაც არის ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, ეს არის ფასეულობა იმათი კულტურული, რომელიც ბევრად განსხვავდება ჩვენი საზოგადოებრივი ტენდენციებისგან. იქ მაგალითად იყო ლუზერი, ესე ბჭყალებში არის ძალიან დიდი სირცხული, იქ ძალიან დიდი აქცენტი არის გაკეთებული მატერიალურ რაღაც ღირებულებებზე, ოღონდ მე ხარ ვადარებ და არ ვამბობ რომელია კარგი, რომელია ცუდი, უბრალოდ კაპიტალისტური წყობილება, რომელიც ჩამოყალიბდა იმ ქვეყანაში ამდენი ხნის განმავლობაში, იძლევა თავის შედეგს და ეს ეფექტი ვლინდება ზუსტად აი ამ მატერიალურ ფასეულობებზე აქცენტის გაკეთებით. ამიტომ სიღარიბე იქ ერთი და მეორე კანონმდებლობა არის წინაპირობა ამ აგრესიის გამოხატულებას. როცა ფრუსტრირებული ხარ, შენ პირველ რიგში აგრესიას ავლენ და შენი კულტურული გარემო ამაში ხელს გიწყობს. მაგრამ თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად ჩვენერ ქვეყნებს, ან აზიურ ქვეყნებს, აღმოსავლეთ, სადაც ფასეულობა არის არა უფრო ინდივიდუალური, არამედ უფრო კოლექტივისტური და როცა შენ გადაწყვეტილება არ არის მარტო შენ თავზე დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებ გარემოს მოსაზრებას, ხალხი რას იტყვის უნდაც, ხო? ან იქ მეზობელი ნათესავი და ზოგადად ირგვლივ წრე როგორ შეგიფასებს ამ შენს აქციას. იქ პრიორიტეტი ხდება ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად არ შევრცხვე.
ან კიდევ სირცხვილი. აი სირცხვილის მომენტი არის ჩვენთან უფრო ხაზგასმული ვიდრე სხვა კულტურაში. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში აგრესიის მიზეზი თუ შევადარებთ ამერიკას, ხო? ალბათ საკვლევი თემა არის ინამდვილეში, მე არ შემიძლია რომ ხომ მქონდეს ამაზე მზა პასუხი, მაგრამ კულტურული ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს ამერიკას, არ შეიძლება რომ იყოს გადმოტანილი ესე copy-paste-ით ჩვენს ქვეყანაში. მოტივები მინდა წამოწიო წინა პლანზე ბავშვებში აგრესიულობის ყველაზე ხშირი მოტივები. რას შეგიძლიათ გითხრათ ამის? როცა ჩვენ საუბრობთ მოტივზე, მაშინ ესე იგი უნდა ვიფიქროთ მიზეზებზე, რა შეიძლება იყოს აგრესიულობის მიზეზი ამ ასაკში და აქ ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემას, როგორიც არის ფსიქიური პრობლემები, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დეპრესია. განსაკუთრებით ეს არის მნიშვნელოვანი მოზარდობის პერიოდისთვის. მოზარდი ბავშვები აგრესიულობით ავლენენ თავიანთ შინაგან დაწეულ გუნება-განწყობას, რასაც ჩვენ დეპრესიას ვეძახით. ეს არის ყოველთვის საყურადღებო და თვალშისაცემი, იმიტომ რომ ამ აგრესიის მიღმა შეიძლება იმალებოდეს დეპრესია ზუსტადაც. ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც პაციენტები ხვდებიან, ჩვენთან ზუსტად არის აგრესიულობის სიმპტომატიკა და პატარა ასაკში, სკოლამდელ ასაკში, ან სასკოლო პერიოდში ჯიუტობა, უხეშობა, დაუმორჩილებლობა მშობლების მისამართით არის ხშირი მომართვიანობის მიზეზი. პროცენტული მაჩვენებელი არის ძალიან დიდი, შეიძლება 20%-მდეც კი. და როცა ბავშვებზე ვსაუბრობთ პატარა ასაკზე, დეპრესია იქ ნაკლებად შეიძლება რომ იყოს პირველი ფაქტორი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიკროსოციალური გარემო, ანუ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. ეს ოჯახური აღზრდის მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბავშვი ჩვენ შემთხვევაში არის სარკე. მივხვდეთ იმ ოჯახში, როგორი ურთიერთობა შეიძლება რომ გქონდეთ. ოპოზიციურ ქცევით აშლობას ვეძახით ჩვენ პატარა ასაკში, როცა აგრესიას ბავშვები ავლენენ ხოლმე და პირველი ყველაზე უმთავრესი მიზეზი, რაც შეიძლება რომ იყოს დაკავშირებული ამ აგრესიასთან სკოლამდელ ასაკში, ან სასკოლო ასაკში, ეს არის მშობლების მხრიდან უარყოფა. და დროის ნაკლები დროის დათმობა შვილებისადმი. დიდი მადლობა, ჩვენ გვანიშნებენ პატარა სარეკლამო ჭრილის დროა გადაცემაში და შემდგომ განვაგრძოთ საუბარი. ჩვენ საუბრობთ თემაზე აგრესიულობა პატარა ბავშვებში. თეა მამფორია, აორტის კლინიკის ბავშვთა ფსიქიატრია ჩვენი სტუმარი. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. გრძელდება მეგობრებო, ჩვენი გადაცემა, საუბრის თემა აგრესიულობა ბავშვებში, ქალთვენ თეა მამფორია, ძალიან საინტერესო დებატები გაიმართა პაუზის დროს, იმიტომ რომ თემა მართლა ძალიან აქტუალური და ძალიან საინტერესოა. თუმცა რამდენიმე კითხვა რაც იყო მოსული Facebook-ის საშუალებით, ასე თუ ისე საკითხს ეხება. რამდენი მიზეზებს დავუკადავდო შეიძლება? მაშინ დრო მოვიტოვოთ გადაცემის ბოლოსკენ და ეს კითხვები აუცილებლად გავაჟღეროთ. მგონია რომ არ დამთავრებია. ანუ მიზეზებთან დაკავშირებით და მოტივებთან დაკავშირებით საუბრობდით. ესე იგი, ჩვენ პრინციპში ვისაუბრეთ, რომ მოზარდობის პერიოდში ასაკი მიზეზი შეიძლება რომ იყოს დეპრესია, მაგრამ სკოლამდელ ასაკში ეს არის მშობლების და ბავშვების ურთიერთობა და დეფიციტი, რომელსაც ეს ბავშვები აგრესიით ურთიერთობის დეფიციტის დაარსებობა. კი, ანუ ეს ყოველთვის არის დამაფიქრებელი, თუ ბავშვი აგრესიულია, მშობელმა დაუსვას თავისთავად შეკითხვა, რაღაცას ისე ხო ვერ ვაკეთებ, იქნება და მე მეშლება რამე და როგორც წესი აქ არის პრობლემა, ნაკლებ დროს უთმობენ და ბავშვები ღიზიანდებიან, ეს გაღიზიანება ვლინდება იმ აგრესიით. და კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც ჩვენ პრინციპში ახლა აქ საუბრობდით, ეს არის მედიის ზეგავლენა ამ ბავშვებზე, იმიტომ რომ მედია არის ძლიერი იარაღი, რომელიც ფორმირებას უკეთებს მოზარდის ბავშვის ფსიქიკას და ძალიან მარტივად ირეკლავენ და როგორც პატერნი ისე იღებენ ტელევიზორში ნანახ სცენებს და თქვენ შეიძლება წააწყდეთ ამ აგრესიულ რეალობაში განხორციელებულ მოქმედებას, რომელიც პრინციპში არის ტელევიზიიდან გადმოღებული. ასე რომ ეს მედია არის როგორც უარყოფით ის დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს და მეტწილად უარყოფით როლს ასრულებს და დამტკიცებულიც არის უკვე, რომ ეს აგრესიული სცენები პირიქით იწვევენ პროვოცირებას აგრესიული ქცევისას უკვე სასოციუმში. ნუ პრინციპში რომ გადავხედოთ, დავუშვათ ჩემს და თქვენს ბავშვს
ბავშვობას ჩვენ ერთი პერიოდიდან მოვდივართ. ჩვენ დროს ბავშვობის პერიოდში აბსოლუტურად სხვა მულტფილმის გმირები არსებობდნენ, სადაც იყო რაღაცა უფრო კეთილშობილების განსახიერება. დღეს რო გადახედო ადამიანი ობობა, ბეტმენი და ანუ კი აპრიორში ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ, მაგრამ როგორ აკეთებენ და რა გზებით აკეთებენ. აი ეს ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ბავშვებში და ალბათ რაც თქვენ აღნიშნეთ მედიის ზეგავლენა ნათლად ჩანს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მედიასთან ურთიერთობას ბავშვთა ასაკშიც. დრო კარნახობს ქცევას და დროს მოყავს თავისი გმირები. ჩემი ექსპრეს თვიშულისთვის საყვარელი თოჯინა არის Monster High და რო დავინახე ეს Monster High ვიყავი შოკში, იმიტომ რომ ისეთი საშინელება არის ვიზუალურად რო შეხედო რა ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ მოგწონდეს, მაგრამ მოდიფიცირება ხდება რაღაცეების და ჩვენს ფეხი უნდა აუწყოთ. ახლა ამ თანამედროვეობას ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ აგრესიის პროპაგანდას უნდა შევუწყოთ ხელი. განსაკუთრებით ბავშვი ყოველთვის ჭირველობს, ბავშვი ყოველთვის ტირის, სხვანაირად მისი აღზრდა წარმოუდგენელია. აი რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება მშობლების მხრიდან, რომ ბავშვი დროულად იყოს მიყვანილი ბავშვთა ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან, აი სად იწყება ის აგრესიული დამოკიდებულების თავისებურება, რაც არ უნდა გაუშვა ხელიდან. როგორც წესი მშობლებს მოყავთ მაშინ, როდესაც ეს ხდება ძალიან შემაწუხებელი, ანუ როდესაც ინტენსივობა არის ძალიან ხშირი და მშობლები ხვდებიან, რომ თვითონ ამას ვერ უმკლავდებიან. ესე იგი სიხშირე ამ გაღიზიანების ბადობის ტირილის აიძულებს მშობელს, რომ მომართოს ექიმს, მაგრამ პროფესიული თვალით მერე აღმოაჩენ პოსტფაქტუმ კატამნესში, რომ პრინციპში მსგავსი პრობლემა შეიძლება დაიწყოს ან მარტივად ძილღვიძილის რიტმის დარღვევით. ძალიან ხშირად ეს იწყება ზუსტად ამ ძილღვიძილის რიტმის დარღვევით და უმადობით. ეს ძალიან ისეთი სუსტი სიმპტომატიკა, რომელიც ძალიან არასპეციფიური არის, მაგრამ ძალიან საყურადღებო ჩვენთვის. როგორც წესი დროში ძალიან გაწელილი არის ხოლმე. ამ ბოლო დროს დინამიკა არის მაინც დადებითი და არაშინებთ ეს ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი და თვითონ შეიძლება რომ საკუთარი ინიციატივითაც მომართონ უკვე და არ დაელოდონ მაინც და მაინც მითითებას ან რეკომენდაციას პედიატრის და ნევროლოგის მხრიდან რომ მოიყვანონ ბავშვი კონსულტაციაზე. თქვენ შეხვედრიათ თუ არა ისეთ სიტუაცია, როდესაც გარკვეულად აი ცხოველების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გარკვეულად იყო წახალისებული მშობლის მხრიდან. აი ჩვენ საუბრობთ გადაცემის დაწყებამდე, რომ ესეთი ფაქტების მომსწრენი ჩვენი კოლეგები ასე იყვნენ. იცით როგორ არის სამწუხაროდ ესე კი თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ენაში გვაქვს ძაღლზე და კატაზე შეკითხვა ცხოველზე რა. ანუ ჩვენს კულტურაში ცხოველებს ჩვენ მიმართავთ აღნიშნავთ კითხვა პასუხით რა. ადამიანი პასუხობს კითხვაზე ვინ, ცხოველი პასუხობს კითხვაზე რა. ესეთი არ არის მაგალითად რუსულ ენაში, ესეთი არ არის მაგალითად ინგლისურ ენაში, უცხო ენაში. რატომ მომყავს ახლა ეს მაგალითი? კულტურალური მომენტი ძალიან არის ხოლმე განმსაზღვრელი ესეთ დროს. და ჩემს ბავშვობაში მაგალითად დიდების როლი ცხოველებთან დამოკიდებულებაში იყო ბევრად უფრო აგრესიული, ვიდრე ეხლა ეს შეიმჩნევა. ეხლა უფრო მეტად შეამჩნევთ ოჯახებს, სადაც ყავთ შინაური ცხოველი, მაშინ როდესაც რამდენიმე წლის უკან, 20-30 წლის უკან ეს რაღაც უტონად ითვლებოდა და ჩვენ საზოგადოებაში ძაღლი იყო ფუფ რატომღაც, ან კატა კიდევ და რაც შეეხება წახალისებას, ხომ? ცხოველისადმი დამოკიდებულება სინამდვილეში არის ჩვენი ადამიანური ინსტინქტების გამოხატვისათვის როგორც ლაკმუსის ქაღალდი. როგორ ვექცევით ჩვენ ცხოველს, ანუ ჩვენზე სუსტს, იმით შეიძლება დავასკვნათ როგორი ადამიანები ვართ ჩვენ თვითონ და როგორც წესი ბავშვები ძალიან ადრეულ ასაკში ავლენენ ამ ტენდენციას. თუ ბავშვი არის აგრესიული ცხოველის მიმართ თავიდანვე, იქ ძალიან საყურადღებო არის კიდევ არ გაგვეპაროს ერთი მომენტი, რაზეც რა აქამდე ჩვენ აღვნიშნეთ, მაგრამ ერთი მომენტი ეს არის ინტელექტუალური განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ სისასტიკე შევამჩნიეთ, სისასტიკე არის აგრესიული საქციელი, როდესაც ჩვენ ეს განიჭებს სიამოვნებას. ვიფიქროთ, ხომ არ არის ეს ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი, ან რაღაცა პრობლემა ხომ არ აქვს ინტელექტთან, იმიტომ რომ როგორც წესი, ბავშვი როგორც ღია და მოწყვლადი ამ სამყაროსადმი, პირიქით, ბევრად უფრო ჰუმანურები არიან ცხოველების მიმართ და საყურადღებოა თუ ის არ ავლენს ამ ინტერესს, არ ეფერება ამ ცხოველს ბავშვობიდან, ინტელექტი არ გაგვეპაროს, ინტელექტის პრობლემა. და წახალისებას ისევ რომ დავუბრუნდე, ესე იგი ჩვენ
ჩვენ როცა ვხედავთ ამ ფაქტს ახალისებისას, ესე იგი იქ გვექნება შთაბეჭდილება, კითხვის ნიშანი, რამდენად ემოციურად გაწონასწორებული შეიძლება რომ თვითონ ეს მშობელი იყოს, რამდენად შეიძლება მას ქონდეს თვითონ ეს ემოციური პრობლემები, აგრესიისკენ მიდრეკილება, სისასტიკისკენ, რომ მე ახალისებს ამბავს, იმიტომ რომ ჩაგვრელი საბოლოო ჯამში არის ოდესღაც ჩაგრული თავის დროზე. ეს ბავშვები ან მოზრდილები, რომლებიც ძალადობას ავლენენ, თვითონ ოდესღაც იყვნენ ჩაგვრის ობიექტი. ასე რომ ეს ყველა ფერი ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვულია. შეიძლება თუ არა შესაბამისი აგრესიულობის უკან იმალებოდეს რაიმე ბევრად უფრო სერიოზული მათ შორის ფსიქიატრიული პათოლოგია. კი, ძალიან ხშირად რა თქმა უნდა, მაგალითად ეპილეფსია და ამას აქვს თავისი პატერნები ენცეფალოგრამაზე. და საერთოდაც კვლევები ამბობენ, რომ მუტაციები ხდება გენეტიკურად თუ აფასებთ აგრესიის შესწავლას, ხომ ემოციური მუტაციები ხდება გენში, მაგრამ გენეტიკური ფაქტორი რა არის მნიშვნელოვანი? არ არის ერთადერთი და წამყვანი. ანუ რას ვამბობ? შენ შეიძლება გქონდეს გენის დონეზე პრობლემა და მუტაციას გქონდეს ადგილი, მაგრამ თუ ეს არ არის სოციალურად ახალისებული, ამ აგრესიას შენ არ ავლენ. ასე რომ ეს ფაქტორი, როდესაც ვამბობთ, რომ არის მულტიფაქტორული, არის როგორც გენეტიკური ფაქტორები გასათვალისწინებელი, ისე სოციალური სტანდარტი, რაც გთავაზობს, ბაზისი არსებობს, მაგრამ უნდა ჩაირთოს ეს ბაზისი, რომ შემდგომში განხორციელდეს. იმიტომ რომ ადამიანი არის სოციალური არსება და ის ითვალისწინებს კულტურალურ გაზეგავლენას, რომელსაც ახდენს საზოგადოება მასზე. გავდათია, მე მანიშნებე 3 წუთია დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე. ბოლოს რჩევები, რას მივაწვდით ჩვენ მშობლებს, როგორ უნდა აღზარდონ ამ შემთხვევაში ბავშვები და განსაკუთრებული ყურადღება რას უნდა მიექცეს და როდის უნდა მიმართონ დასახმარებლად უკვე პროფესიონალს. ესე იგი, ჩვენ ვთქვით, რომ აგრესია პრინციპში შეიძლება იყოს როგორც ფსიქიკური პრობლემის გამოხატულება, როგორიც არის გონებრივი ჩამორჩენილობა, ან ეპილეფსია, ან დეპრესია, ან შიზოფრენია თუნდაც, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლების აღზრდილობითი დამოკიდებულება შვილების მისამართით და აქ ეს რჩევა შეიძლება ესე ჩამოვაყალიბოთ, რომ მშობლებს თავიანთი შვილები უნდა უყვარდეთ უპირობოდ. რას გულისხმობ, როცა ამას ვამბობ? მე მყავს პაციენტი, რომელიც არის ძალიან აგრესიული, ფანტასტიკური ბიჭი არის, გადასარევი. ოქრო ბიჭია მართლა, მაგრამ ის ოქრო შეიძლება იყოს ჩემთვის, როცა მოდის ჩემთან კონსულტაციაზე და ვხედავ დაუშვათ როგორი შინაგანი დრაივი აქვს, ხო. მაგრამ სახლში ეს ბავშვი არის აუტანელი, იმიტომ რომ აყენებს შეურაცხყოფას ოჯახის წევრებს. ხდება ძალიან აგრესიული, აფუჭებს ყველაფერს, შეიძლება თვითდაზიანებაც მიიყენოს და ეს აგრესია არ არის მარტო აგრესიაზე როცა ლაპარაკობთ, არ გულისხმობთ აგრესიას მარტო სხვების მისამართი, თვითდაზიანებაც ეს აგრესიული გამოხატულება არის. დაუშვათ გადაიჭრას ან იწვალოს თითის ბალიშები, ან ბრიტვა როგორ არის, იმით დაისეროს ეს ვენები. სამართლით. ხო, სამართლით. ეს ბავშვი მართლა აუტანელი არის იმ ოჯახში, მაგრამ და იქ ოჯახში დედას უკვე აღარ აქვს ძალა. რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ამ ბავშვის აქციელს, არა და ეს სიყვარული მშობლებიდან შვილების მიმართ უნდა იყოს უპირობო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსხვავებით შვილების დამოკიდებულებისგან, შვილებს აქვთ უფლება, რომ მშობლები უყვარდეთ რაღაცის და გამო. მშობლებმა უნდა დაიმსახურონ ეს სიყვარული, მაგრამ შვილები არ არიან ვალდებული, რომ ამ სიყვარულს იმსახურებდნენ მშობლების მხრიდან. ეს სიყვარული უნდა იყოს აუცილებლად უპირობო. რაც არ უნდა აგრესიულ ქცევას იჩენდეს ის ბავშვი, იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში არის რესურსი, რომ მოახდინოთ მისი ქცევის შეცვლა და დაიმსახუროთ კარგი შვილი. ძალიან დიდი მადლობა. მე მზადა ვარ ძალიან დიდი ხანი გავაქცელო ეს საუბარი, მაგრამ როგორც მანიშნებენ დრო ამოიწურა და გადავაჭარბეთ კიდეც. მე იმედი მაქვს ჩვენ არანაკლებ საინტერესო თემებზე კიდევ ერთხელ შევხვდებით იმედის კლინიკის გამოშვებებში. მე შეგახსენებ დღეს საუბრობდით თემაზე აგრესიულობა ბავშვთა შორის. გავტონთია მამფორი ავსის კლინიკის ბავშვთა ფსიქიატრი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა კიდევ ერთხელ. კი, დიდი მადლობა. დღეს ამით დავასრულოთ გამოშვება, ერთმანეთს მომავალ კვირას შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.